ახლა კი ვნახოთ როგორ დავაბუნდოვნოთ ფონი ავტომატურად ძალიან მარტივად, ანუ არ გვჭირდება გამოყოფა ბექგრაუნდის და ფოტოსი, მთავარი ობიექტის, არ გვჭირდება რომ მოვნიშნოთ დეტალურად და დიდი შანსია რომ რაიმე ნაწილები გამოგვჩეს და საკმაოდ დიდი დრო წაიღოს, ამიტომ შევდივართ edit-ში, ვირჩევთ autofocus, შემდეგ ვასწორებთ, ანუ ვნიშნავთ იმ ობიექტს, რომელიც გვინდა რომ მკვეთრი დარჩეს, ხოლო დანარჩენ ნაწილს აბუნდოვნებს. აი ასე მოვნიშნე ეს გოგონა, რომელსაც ყვავილები უჭირავს და ფონი ავტომატურად დაბუნდოვდება, შეგვიძლია ბუნდოვანების პროცენტულობაც შევარჩიო. გამოგვადგება იმისთვის, რომ დავამატოთ წარწერები და უფრო წაკითხვადი იყოს, დავამატოთ სხვა ობიექტები და ზოგადად უკეთეს იერს, სცენს, დიზაინს. ან უბრალოდ შეგვიძლია ასე დავტოვოთ ფოტო და გვინდოდეს რომ ბექგრაუნდი იყოს დაბლარული და ჩვენ უფრო მკვეთრად ვჩანდეთ. შემდეგი რჩევა კი ეხება ობიექტის ამოღებას ფოტოდან.